მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოდიშვილისგან და მემგრაცემის სამყონი ვასი კოდიშვილი გახლავართ. მოკლედ, თუ გინდა რომ მედიას არაფერი დაუშავდეს, უნდა ავდგეთ და ნოემბერი ამოვიღოთ კალენდრიდან. რა იყო ეხლა? იყოს შემოდგომა ორთვიანი და დანარჩენი დღეები გადავანაწილოთ სხვა თვეებზე. თორემ ხან იმედს კარგავთ ამ ნოემბერში და ხან კიდევ ისა უკეთესი მთავრობის იმედს. თამაზ ურთმელიძის განჩინებით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორში დროებითი მმართველები რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. დოკუმენტის მიხედვით მოსამართლემ რუსთავი ორის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. განჩინების მიხედვით დროებით მმართველებს მიენიჭათ საკადრო პოლიტიკის მართვის ტელეკომპანიის შიდა სტრუქტურული რეორგანიზების და სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა ოპტიმიზაციის უფლება. ერთი სიტყვით ამ მთავრობა მანიპულირებს რუსთავი ორით ხალხზე, ან ნაცები და არც ერთმა რომ არ მომატყუოს ავდგები და ორივეს დაუჯერე. დიახ, შევეცდები ორივე მხარის ტყავში შევიდე და მოგიყვეთ, რა საფრთხეები გელოდებათ. თქვენ, ძვირფასო ტელემომძილებო. ერთი წუთით მოემზადეთ? ხო. მე ნაციკო ოდიშვილი ვამბობ, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი ემუქრება არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგადად დემოკრატიის ისტორიას. დიახ, ნიკა გვარამია ეს დემოკრატიის დედაბოძი თუ აღარ იყო რუსთავი ორში, მაშინ ყველას დაგვერხება. არა, დაგვენძრევა. არა, ძალიან დაგვენძრევა, იმიტომ რომ წავლენ ელჩები და წამოვა გოგირდის წვიმა. ევროკავშირი მოაჯახუნებს კარს და თითებს მოვაწეწყვებს. გაცოცხლდებიან ტირანოზავრები და დაგკბენენ. დაღამდება და აღარ გათენდება. ხავსი და ქინძი მოედება ქვეყანას. ივერია გადაიფიქრებს გაბწყინებას და ჩვენ ყველა ნელი და მტანჯველი სიკვდილით დავიხოცებით. ამიტომ დღეს მიშაღა ბატონი მიშაღა, წმინდა მიშაღა თუ გვიშველის. იმიტომ რომ მიშა სტოპროა და თუ გაქინძ, კი არა და გაწიწმად და მე ვეღარაფერი შეაჩერებს. და ჩამოდი მიშა, თორემ ხო ხედავ რა, დიქტატორული 7 ნოემბერი გვითენდება ამ მთავრობის ხელში. ამიტომ გონს მოუხმეთ ხალხო. ყველამ ერთად დავუჩოქოთ და ვთხოვოთ ჩვენს ერთადერთ ევროპელ, რეფორმატორ, ტოლერანტ ლიდერს რომ ჩამოვიდეს. ჩამოდი მიშა და ერთად დავვაროთ სისხლი. და მე ჩვენი სისხლი გადავაქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში, დოქიდან თასში, იმიტომ რომ შენ თუ რუსთავი ორი დაკარგე, უბრალოდ ხალხო, ჩვენ თუ რუსთავი ორი დავკარგეთ მარტო ნოდარ მელაძე კი არა. მთელი ნაცმოძრაობა კი არა. მთელი ერი იმას ვიზამთ, გავიმარჯვებთ. ამიტომაც მე ნაციკო ოდიშვილის სოლიდარობას უცხადებ რუსთავი ორს და მის არაფორმალურ მმართველს. ხო. მე კოციკო ოდიშვილი სიამაყით ვაცხადებ, რომ 2012 წლიდან საქართველოში ცოცხების ეპოქა დასრულდა და დაიწყო დემოკრატიის შენება. მთავრობა უკვე თუ ამოიღებს თვალს და განაგდებს, ვიდრე მის სტუნდება და ტელევიზიაზე დაიჭერს მას. ამიტომაც ვაცხადებ, რომ გუშინ რაც მოხდა, მანდ ბატონი მთავრობა არაფერ შუაშია. დიახ, ჯერ ერთი ბიძინა, ბატონი ბიძინა, წმინდა ბიძინა, რატომ უნდა ერეოდეს ახლა ამ ყველაფერში? ვერ გაიგეთ? ღამე მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილებაო და მაგ დროს ბატონი ბიძინა ძილსაა უკვე ჩაღრმავებული. დიახაც, ძალიან მყარი ალიბია და საერთოდ ეხლა რა შეაწყოს მთავრობას რუსთავი ორის გაჩერება? ისედაც იმ ხელა რეიტინგი აქვს ხალხში, ეხლა ამ არჩევნებს ხომ მოიგებს და მოიგებს და რაღაც ხმები მომდევნო არჩევნებისთვის დარჩება კიდევ. რუსთავი ორი იყო მიტაცებული, დაუბრუნდა ჭეშმარიტ მფლობელებს და ვინც ამ საქმეში მთავრობის ხელს ხედავს, ის არის ნამიბიასთან რო გვიმსაჯა, რაგში აი ის კაცი, ხო? იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის მეოთხე საუკეთესო წელი, განსხვავებით იმ 9 წლისგან. გასაოცარი დემოკრატია, განსხვავებით იმ 9 წლისგან დღე და ღამ შრომობენ მოსამართლეები და ღამის 12 საათზეც ყველაფერი გენიალურადაა. ამიტომ მე კოციკო ოდიშვილის სოლიდარობას ვუცხადებ ამ მთავრობას და მის არაფორმალურ თავისა მმართველებს.
აი ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნაციც და ქოციც ორივე ერთი ნაცქოცია და ვერც ერთი ვერ ხვდება, რომ ხალხი საერთოდაც არ არის ის, რაზეც მაგათ ეს ხალხი სინამდვილეში კიდიათ. ნიკა გვარამია ამბობს, გილოცავთ, ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა. მე მივდივარო. სად მიდიხარო? საწავო, თავარ პროკურორადო. ურთმელიზეს ეკითხებიან, გადაწყვეტილება ღამით რატომ მიიღეო? აბა რა მექნა, რაც დედაჩემს ნაჟახი წაართვეს, მთელი დღე ჩემი ჩაკუჩი უჭირავსო. მეც კინეძი ვარ შენთვის მაინც გავგირჩდები. რა გინდა სერგო? რას ვიღინებ და ჰიმნი მინდა მოვიფიქრო ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის. გამანებე რა თავი კაც. მეც კინეძი გოგა ხაჩიძე დღეს მან და ზურაბ ჯაფარიძემ წარადგინეს პოლიტიკური ორგანიზაცია მართლაც ორიგინალური სახელით გირჩი. გირჩთან დაკავშირებით ბევრი სიმბოლიკა არსებობს, თუ ვინმე საინტერესო ამის მოძებნა ძალიან მარტივი არის. ჩვენ რატო გადავწყვიტეთ, გადავწყვეტ მარტივი გამო, იმიტომ რომ არის რაღაც სიმწვანის, სიახლის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო. ბიჭო, ზურა. გირჩი კი არა, კინძი თქვა იმ კაცმა, კინძი. ხო და კარგად მოусმენთ ხოლმე კაცმა ფარულ ჩანაწერებს. კარგი ახლა რა კი დაარქვით ისა, დაარქვით, ახლა რაღაც შევცვლით. რამეს მოვატყუეთ მე სერგოს. რა გინდა სერგო ვერ გავიგე. თუმცა რა არ მოგწონს ახლა ამ სახელში, ა? პოლიტიკურ ცენტრს ახლა სხვა რა უნდა დაარქვა, თუ არა გირჩი. აბა ახლა მტრიანა რო დაერქმიათ ამისა, ყვავილედი ხო იტყოდი ახლა ამათ შიქ ხო არა აქვთო. ხო და დაარქვეს გირჩი. ხო, სხვა ჩვენ საზამთროსაც ვერ დაარქმევდნენ. რას ქვია რატომ? რატო და ჯერ კიდევ მაგათ დიდ წინაპარ მოქალაქეთა კავშირს ეძახდნენ საზამთროს. გარედან მწვანეა, შიგნიდან წითელი და თესლებით არის სავსეო. აი გირჩზე კი ამას ვერ იტყვია. ხო, აბა ეხლა ვინიც ის გირჩი შიგნიდან რა ფერია? და ბოლოს ეხლა გირჩი მაგ პარტიის აბრევიატურაა. აი ნახე სერგო. G I R Č I. რა გამოვიდა? ახალი პოლიტიკური ცენტრი. შედი გირჩი G-ზე და შენ თვითონ ნახავ. ეგრე თუ არ არის. შედ პარტიას ჭირდება შესაბამისი დომენი და როგორც ხაჩიძე ამბობს, მათ რამდენიმე ვერსიას სცადეს გირჩი G და გირჩა G. აღმოჩნდა, რომ ორივე დაკავებულია და ორივე სახელი დღეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დაარეგისტრირეს. გაიქცნენ კავკასიაში და დომენი გირჩი G დაირეგისტრირეს თავის თავზე, რომ ჩვენ არ ავიღოთ. აი რა გინდათ, რამ გაგამწარათ? არც ერთიანი დავირქვით, არც ნაციონალური, არც მოძრაობა დავირქვით გირჩი. რაში გჭირდებათ ეს გირჩი G, რა გირჩის უნახავები ვითიქცევით? ეს როგორი კადრეს ნაცე მაგაცო, ჰა? მე მაგათგან ახლა ამას არ ველოდი. მე უფრო მეგონა ახალ პოლიტიკურ ცენტრს დომენის დარეგისტრირებას დააცდიდნენ, მე ნოტარიუსთან წაათრებდნენ და ძალით გადააფორმებდნენ. რამეც ადრე ყველაფერს ეგრე შვებოდნენ. ახლა კიდევ ეს როგორი კადრეს ახლა მაგ კინძებმა მაგათ, ჰა? მე მგონი დაავიწყოთ ახლა ვისთან აქვს საქმე. მოიცა კაცო ჯერ მოვიფიქრო ამათი ჰიმნი. მეც კინეძი ვარ შენთვის მაინც გავგიჩდები. ნაციონალური მოძრაობის რიგებს თევდორე მღვდელი შეუერთდა. ამის შესახებ კობა სუბელიანი წერს საკუთარ Facebook გვერდზე. დაკითხვაზე დაბარების უწყისი ოფისში მომიტანეთო, უპასუხა გივიმ გამომძიებელს ტელეფონზე და გამომძიებელი ძველ ოფისში მისულა, სადაც ერთი თვეა აღარ ვართ. აი თევდორე მღვდლის ხელი ურევია, უბრალოდ კი ფეხი. ხელი შეუშალა სამშობლოს მტრებს და არ მიასწავლა ნაციონალური მოძრაობის ოფისი. თორემ აბა ეხლა პროკურატურაში არ უნდა იცოდნენ, რომ ნაცებმა ერთი თვის წინ ადგილი შეიცვალეს? არა ეხლა შეიძლება გამომძიებელმა იფიქრა ოფისის გადანაცვლებით ნაცი არ იცვლებაო და იქ მიიტანა. ან შეიძლება ხა ისიც იფიქრა უპატრონო ოფისს ეშმაკები დაეპატრონებიან და ეშმაკი და ნაცი კიდევ ერთი კინძიაო. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით არაა. გამომძიებელი ვალდებულია კანონის მიხედვით მოქმედებას. არა, ეს გამომძიებელის მაგარი ვინმე იქნება რა. ჯერ ნაცების ოფისის მდებარეობა რომ გამოეძიებინა და მერე შეჭიდებოდა სახელმწიფო გადატრიალების გამოძიებას არაჯობებდა ნეტავი. თარა დიდი გამოძიება მაგას უნდა კაც. უნდა დაგუგლო. მაგრამ ეთქობა სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი არ ქონდა დაგუგლვაზე და უკანონოდ ხომ არ დაგუგლავდა კაც. ისეთი ამბებია ვეღარ გაიგებ, ვისი უწყება ვის ოფისშია რა. სუბელიანი დაცინის გამომძიებელს ერთი თვეა გადავედით იმ ოფისიდან, სადაც უწყება მიიტანეოდა. გამომძიებელი კიდევ პასუხობს, რანაირად გადაყვედით, მივედი და გველებით იყო სავსეო.
გოგა ხაჩიძეს ეკითხებიან, დომენი რატომ არ დაარეგისტრირე წინასწარო? არ მეცალა ჩვენი პარტიის ჰიმნს სერდიო. რა ჰიმნსო? გირჩა მაგარია. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.